რეკლამა დღეს უკვე მხოლოდ ბრენდის ცნობადობის გაზრდის ინსტრუმენტი აღარ არის. კომპანიებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია, რა შედეგს იძლევა კომუნიკაციაში ჩადებული თითოეული ლარი. როგორ იცვლება მომხმარებლის ქცევა და რომელ არხზე შეიძლება ბრენდმა ყველაზე ეფექტიანად მიაღწიოს საკუთარ აუდიტორიას. კრეატიულ და მარკეტინგულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ ქართულმა სტარტაპმა წარმატებას მიაღწია. კრაკენმა კომპანიის 75%-იანი წილი გამოისყიდა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. რა იცვლება ამ გადაწყვეტილებით, ალბათ კომპანიისთვის როგორია დღეს ქართული სარეკლამო ბაზარი ციფრულ ეპოქაში და როგორია ქართული კრეატიული ინდუსტრიის პოტენციალი კრაკენის დამფუძნებელი გიორგი კონტუაძეა ჩვენი დღევანდელი კაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა კაცემის სტუმრობისთვის. დავიწყოთ სიახლით და მე აუცილებლად ვისაუბროთ ბაზრის ტენდენციებზეც, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ციფრულ ეპოქაში რეალურად ჩვენ ვხედავთ საკმაოდ საინტერესო ტენდენციას, როდესაც პრაქტიკულად ყველაფერი გადავიდა სოციალურ ქსელებში და მარკეტერებიც, ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიები ძალიან აქტიურად იყენებენ ამ ყველაფერს, ხო? საინტერესო არის თქვენ აი ამ სიტუაციაში დავუშვათ კრაკენის დღევანდელობა და მომავალი როგორ გესახებათ და რა პერსპექტივას ხედავთ განვითარების ამ მიმართულებით? მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს აუდიტორიას. საინტერესო ფაქტი, რაც ალბათ თავიდანვე უნდა აღენიშნოს, რაც გულისხმობს კომპანიის წილის გამოსყიდვას, ჩვენი პარტნიორი 2021 წლიდან იყო ალმა, რომელმაც ჩვენი კომპანიის წილი, ასე ვთქვათ, შეიძინა. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ამ მიმართულებით, იმიტომ რომ არ ხდება ჩვენს ინდუსტრიაში ხშირად. ეს კომპანიისთვის იყო ძალიან დიდი ნაბიჯი იმის კუთხით, რომ ძალიან ვისწავლეთ ამ ნაწილში ამ პარტნიორობით, ძალიან დიდი თუმცა დაახლოებით ორი თვის წინ მივიდა ბიზნეს გადაწყვეტილება და მე გამოვისყიდე, ასე ვთქვათ, ეს წილი. ანუ ამ წელში იმდენად კარგი შემოსავლები დაგიგროვდათ, რომ დავუშვათ ეს გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდა. ანუ ამ მასშტაბით გაიზარდა კომპანია. ხო, აქ არის ეგეთი რაღაცა, რომ ჩვენი ინდუსტრია არ გამოირჩევა რაღაცა დიდ ციფრებზე შეიძლება ვერ ვისაუბროთ, თუმცა იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რა მოცემულობას მანამდე არსებობდა და რა მოცემულობაში დღეს ვიყავით, ჩემთვის პირადად საინტერესო იყო ეს მოცემულობა, შესაბამისად, შედგა შეთანხმება ჩვენ შორის და გადავწყვიტე, რომ მე გამეგზელებინა სრულად ამ ბრენდის მართვა. რას მოიაზრებს ახლა, ძირი და როგორ გესახებათ დავუშვათ აი ეს, როდესაც უკვე ასეთი მსხვილი პარტნიორის გარეშე მოგიწევთ საქმიანობა ბაზარზე? მე ზოგადად ამ ინდუსტრიაში დაახლოებით 15 წელია რაც ვარ და ამ სფეროში ვარ, მარკეტინგში ვარ და უყურებ ბაზრის განვითარებას. ცხადია, რთულია ძლიერი პარტნიორის გარეშე, მაგრამ ვიაზრებ იმ მოცემულობას, ბაზრის მოცემულობას, რა გამოწვევები არსებობს და ასე ვთქვათ, შევედი ამ წყალში და მზად ვარ, რომ კიდევ უფრო დიდი ციფრები აჩვენოს ჩვენმა კომპანიამ და კიდევ უფრო დიდი წარმატებას მიაღწიოს ქვეყნის მასშტაბით, არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, საერთაშორისო მასშტაბითაც, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სარეკლამო კომპანია, რომელიცაც არ აქვს საზღვრები, ანუ შეგვიძლია ჩვენ მომსახურება გავუწიოთ როგორც ადგილობრივ კომპანიებს, ასევე საერთაშორისო კომპანიებსაც და შესაბამისად ეს სწორება არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მე ზურგს მიმაგრებს, ესე რომ ვთქვათ და ამის გარდა არსებობს ის სიმშვიდის გარანტია, რაც არის უშუალოდ გუნდი, ის პროფესიონალები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ და ქმნიან კრაკენს, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი არის ზუსტად ის, რითაც ჩვენი კომპანია აკეთებს ხარისხიან მომსახურებას. კი ბატონო, რა არის ქართული მარკეტინგული სარეკლამო ბაზარი და როდესაც საუბრობთ, რომ დავუშვათ პერსპექტივაში და რეალურად შეგიძლიათ მოემსახუროთ დავუშვათ სხვა საერთაშორისო ბრენდებსაც და კომპანიებსაც, რა იგულისხმება ამაში? ეს არის ციფრულ სამყაროში მომსახურების შეთავაზება, იმიტომ რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად საქმიანობენ დავუშვათ თქვენი კოლეგები საზღვარგარეთ და შესაბამისად ტექნოლოგიების განვითარებამ რეალურად ადგილიდან მართვა, ნებისმიერ წერტილიდან მართვა გააიოლა, ხო, თქვენი პროფესიაში მათ შორის. თუ მთლიანობაში ქართული ბაზარი, თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ ეს არ არის რაღაც განსაკუთრებულად დიდი ბაზარი, ხო? აი ამ სიტუაციაში პერსპექტივას როგორ ხედავთ ბაზრის განვითარებიდან გამომდინარე?
იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ როცა კომპანიებს ხვდებოდით, გვიწევდა აგვეხსნა, რატო იყო ამ რაღაც გაკეთება საჭირო. რატო იყო სიტყვაზე სოციალურ ქსელში კომუნიკაცია საჭირო და ამაზე ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავდით ხოლმე. დროის გასვლამ და განვითარებამ ძალიან ბევრ ბრენდთან ეგ ბარიერი მოხსნა, დღეს აღარ მიწევს კომპანიასთან საუბარი თუ რატო არის დიჯიტალში რეკლამა მნიშვნელოვანი, რატო არის სოციალური ქსელების გამართულება მნიშვნელოვანი. უკვე თავად იაზრებენ ამ მოცემულობას და ჩვენ უფრო სხვა ნაწილზე გვიწევს გადასვლა და აქცენტების გაკეთება. დღეს ხადი არსებობს გამოწვევები, როგორც არის ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა, ხო? მაგალითად არსებობს საძიებო სისტემები, AI საძიებო სისტემები, სადაც ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში ესაუბრებიან და პირობითად თუ იყო აქამდე Google-ის მიმართულება მნიშვნელოვანი, რომ რაღაც საძიებო სისტემა კარგად ქონოდა ბრენდს მოწესრიგებული, ეხლა არის რომ შენი ბრენდის შეთავაზება, ასე ვთქვათ, ხელოვნურ ინტელექტმა გაუკეთოს მომხმარებელს და ამის საჭიროება დგება და დღეს ამაზე ვესაუბრებით ბრენდებს, რომ ის რომ ხელოვნურ ინტელექტში ადამიანი ეძებს შენ ბრენდის შესახებ ან რაღაცა კონკრეტულ აზრს ეკითხება, შენი კომპანია შესთავაზოს, შენი ბრენდი შესთავაზოს და თუ ეს რო გჭირდება, ამის მოკლედ solutions ვაძლევთ. და რამდენად იაზრებენ ამას კომპანიები? ეს სამუშაო პროცესი არის, რომ რაღაც მოყვება ბრენდი ამ ნაწილში და ზოგს მაგალითად აქვს ვიცი არის ჯერ მაგალითად ადრეა და ჯერ ჩვენთვის არ არის და ასე შემდეგ. თუმცა მე ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავ იმ ნაწილში, რომ ყველა კომპანიას და ყველა დამფუძნებელს აუხსნა, რომ ეს არის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი მისი ბრენდის კომუნიკაციის. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული კომუნიკაცია, რომ შეიძლება სატელევიზიო განთავსებაში დავხარჯოთ ახლა, ან შეიძლება ხოლმე სოციალურ ქსელში დავხარჯოთ. ეს არის ერთობლივად, ან თუ შენ ბრენდის ცნობადობას ამუშავებ, ყველა არხში უნდა იყო სრულყოფილად წარმოდგენილი. რაც შეეხება პატარა ჩანარს გავაკეთებთ ადგილობრივ ბაზარსა და საერთაშორისო ბაზარზე, ჩვენ კომპანიას აქვს რაღაც რიგი სერვისები, რომელსაც ვთავაზობთ კომპანიებს, შეიძლება იყოს ვიზუალური იდენტობა, ბრენდინგი, ბრენდის სტრატეგია, ყოველთვიური, ყოველდღიური მენეჯმენტი მარკეტინგის და ანალოგიური სერვისი არის საერთაშორისო ბაზრისთვისაც. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ საერთაშორისო მარკეტიდან არსებობს მოთხოვნა იქიდან გამომდინარე, ჩვენთან ჩვენი სერვისი გაცილებით უფრო იაფი ღირს ამ შემთხვევაში სერვისულად, ვიდრე სიტყვაზე ევროპულ ქვეყნებში. და ამიტომ ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ბაზარი არის ევროპული ბაზარი, თუმცა ქართულ მარკეტს ვერ ვიტყვი, რომ ქართულმა სააგენტოებმა ჩვენ საქართველოს ბაზარი ავითვისეთ, იმიტომ რომ ძალიან პატარა წილი გვიჭირავს ქართული კომპანიების და ძალიან ბევრ ქართულ კომპანიას ჭირდება იმის ახსნა, თუ რატო უნდა დახარჯოს მარკეტინგში ფული. მე ძალიან ბევრ კომპანიასთან მქონია შეხვედრა, რომელსაც ჯერ კიდევ მიწევს იმის ახსნა, რომ მარკეტინგი როგორც ასეთი აუცილებელია მის კომპანიისთვის, იმიტომ რომ არსებობს ინდუსტრიების, რომელიც ისედაც მუშაობს ყოველგვარი ეს რაღაცა კომუნიკაციების გარეშე, მაგრამ ალბათ დრო დასჭირდება მაგას, რომ ბრენდები მივიყვანოთ იქამდე, რომ გავაგებინოთ რა როლი აქვს ზოგადად სწორ კომუნიკაციას. და ჩვენი საუბრის ბოლოს ხელოვნური ინტელექტი, რადგან ახსენეთ, ხელოვნური ინტელექტი ის ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც მათ შორის იმას, რასაც აქამდე პირობითად ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანები აკეთებდით, გჭირდებოდა დიზაინერი და ასე შემდგომ, ძალიან ბევრი სხვადასხვა რგოლის ადამიანი, ამ ყველაფერს დღეს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პროგრამა ძალიან მარტივად აკეთებს, ხო? თვითონ ამ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტმა რა შემოიტანა და რამდენად აქტიურად ხართ, რამდენად აქტიურად დანერგეთ თქვენსავე ნაწილში დავუშვათ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები? კი ბატონო, კარგი კითხვა არის ძალიან. ხელოვნური ინტელექტი თავიდან იყო რაღაც შიშის სფერო, რომ აი რაღაც ჩაგვანაცვლებს, შეცვლის იმ საქმეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, თუმცა ხელოვნური ინტელექტის სააგენტოების შემთხვევაში და მარკეტინგის მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე პარტნიორი ჩვენი, ესე ვთქვათ, რომელიც ძალიან ბევრ პროცესს ამარტივებს, აჩქარებს და მნიშვნელოვანია, რომ სწორად გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ჭირდება ადამიანი, რომელიც სწორ დავალებას მისცემს და სწორ შედეგს ამოიღებს იქ შესრულებული დავალებებიდან. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ამის გამოყენება. შეიძლება ყველა იყენებდეს, მაგრამ როგორ იყენებ, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გამოყენება არის, რომელიც შედეგებს გაძლევს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე და სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.